მომენტში ვასრულებდი ბერაივანიშვილის მაისურების ის უნდა ჩატარებულიყო კლიპი, უნდა გადაღებულიყო და შევასრულეთ ეს შეკვეთა. რის შემდეგაც დამაკავეს მე, წამიყვანეს უკანონოდ დამაკავეს, წამიყვანეს დანი ნაძალადების მილიციაში, სადაც ბატონმა უნიანმა შემეყვანა თავის კაბინეტში, მან დადო ფერქაღალში გახვეული მარიხუანა და მითხრა ესეთი რამე, შენ იცი რაც მოგივა და რაც მოხდა. მან მანახა გარკვეული კლიპი, რომ აი შენი დამზადებულია ეს და საფრთხე შეექმნა ქვეყანას. ჩამომიყალიბა გარკვევით, რომ ჩემ ოჯახს შეექმნებოდა ძალიან დიდი საფრთხე, რამეთ ოჯახიდან ამოიღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებას, მეუღლის სამუშაო ოფისიდან ამოიღებდნენ იგივე ნარკოტიკულ ნივთიერებას და ჩემი სამუშაო ოფისიდან. მე გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვარჩიე რომ ამეყო იქო შეთავაზებული ეს მარიხუანა. საქმის არსი მხოლოდ და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ეს იყო უკანონო დაკავება. გოგა ონიანმა თვითონ გადაიყვანა პოლიციის სამმართველოში და ამ გადაყვანის შემდეგ მაგიდაზე მან დაუდო თეთრ ქაღალდში გახვეული 24.5 გრამი ნედლი მარიხუანა ნარკოტიკი და უთხრა თუ არ აღიარებ რომ ეს გეკუთვნის შენ და შენ იპოვე თბილისის ცენტრალში მიმდებარე ტერიტორიაში იმ შემთხვევაში ემუქრება შენს ოჯახს ძალიან სერიოზული საფრთხეები.